ანონიმური ფაქტების ამ ეპიზოდს გთავაზობთ არხის Space Wolf. გადადი, ნახე, გამოიწერე. ბმული იხილეთ აღწერაში. დღევანდელი ვიდეოს თემა ამერიკის ისტორიაში ყველაზე შემაძრწუნებელი ხოცვა-ჟღლეტვა სკოლებში. მაშ ასე დავიწყოთ. 14 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პარკლენდის საშუალო სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ 19 წლის ნიკოლას კრუზმა ნახევრად ავტომატური შაშხანიდან სროლა ატეხა. დაიღუპა 17 და დაიჭრა 15 ადამიანი. ბოროტმოქმედი ბოლოს პოლიციამ დააკავა. 1927 წელი მიჩიგანი 44 ადამიანის მკვლელობა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მასობრივი მკვლელობა სკოლაში 1927 წლის 18 მაისს მიჩიგანის შტატის ქალაქ ბეთში მოხდა. 55 წლის ენდრიუ ფილიპ კიჰომ ჯერ კლინიკიდან შინ დაბრუნებული თავისი ცოლი ელენი მოკლა. თავში მძიმე საგნის ჩარტყმით, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა ფერმა დაეწვა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. იგი წავიდა და ბეთის სკოლაში შენობის ჩრდილოეთ ნაწილი ააფეთქა. დაიღუპა 37 ადამიანი. ნახევარი საათის შემდეგ ენდრიუ ისევ მივიდა სკოლასთან და იარაღიდან სკოლის შენობაში დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გაუხსნა ცეცხლი. აფეთქების შედეგად თვითონაც გამოესალმა სიცოცხლეს. მოგვიანებით ჭრილობებისგან კიდევ 3 ადამიანი მოკვდა. სულ დაიღუპა 44 ადამიანი და დაიჭრა 58. 2012 წელი დაწყებითი სკოლა, სენდი ჰუკი, 26 ადამიანის მკვლელობა. 2012 წლის 14 დეკემბერს 20 წლის ადამ პიტერ ლენზამ ჯერ დედა მოკლა. შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა და გაემგზავრა ქალაქ ნიუტონის დაწყებით სკოლაში. შაშხანითა და 3 პისტოლეტით შეიარაღებულმა ლენზამ სკოლაში შესვლისთანავე გახსნა ცეცხლი. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 6-დან 7 წლამდე 12 გოგონა და 8 ბიჭი. აგრეთვე მან მოკლა ზრდასრულები და დირექტორი. ბოლოს ლენზამ თავი მოიკლა. 1999 წელი სკოლა კოლუმბაინი, 13 ადამიანის მკვლელობა. 99 წლის 20 აპრილს ჯეფერსონის ოლქის სკოლა კოლუმბაინში 17 და 18 წლის მოსწავლეებმა ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა ცეცხლი გაუხსნეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მძიმედ დაიჭრა 37 ადამიანი, ხოლო მათგან 13 დაიღუპა. ჰარისმა და კლებოლდმა ბოლოს თავი მოიკლეს. 2015 წელი ქალაქი როზბერგი, 9 ადამიანის მკვლელობა. 2015 წლის 1 ოქტომბერს ორეგონის შტატის ქალაქ როზბერგში მოსწავლეთა საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა. 26 წლის კრისტოფერ შონ ჰარპერ მერსერმა კოლეჯის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 9 ადამიანი მოკლა. 9 დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ეს მეორე ასეთი ინციდენტი იყო როზბერგში. პირველი მოხდა 2006 წლის 23 თებერვალს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მე კი დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.